ანუ მცირე სამწყსო და მცირე სამწყსოს მოლოდინი ერთ ოთახში. საინტერესოა რა მდგომარეობაშია დღეს ეკლესია. გულისხმობ მართლმადიდებელ ეკლესიას. მართლმადიდებელი ეკლესიის პროცენტული რაოდენობაც არსობრივად არის მცირე სამწყსო. ეკლესია დღესაც იგივე გზას გადის და დღესაც იგივე მდგომარეობაშია. საინტერესოა ასევე გავიხსენოთ სულთმოფენობის შემდგომი პერიოდები. მოციქულებმა ეს სოფელი გარდაქმნეს ქრისტეს ქადაგებით. საინტერესო და საგულისხმო ასევე ისიც, რომ მოციქულები მხოლოდ ქრისტეს შესახებ არ ესწრახებოდნენ კაცობრიობას, არამედ ქრისტესთან მიყავდათ კაცობრიობა. და ასევე მოციქულების მიერ ნაქადაგები ქრისტე უკვე ალეგორიულად რომ თქვათ, ამ სოფლიოში ფესვს გადგმულია და მისი აღმოფხვრა შეუძლებელია. იმდენად გამჯდარია ეს სწავლება, რასაც ქვია სახარება ამ ქვეყნად, რომ მრავალ ფორმაში იჩენს თავს და მე მოვიყვან ერთ-ერთ მაგალითს შემოქმედებას. კლასიკოსების და არ მარტო კლასიკოსების შემოქმედებიდან მხატვრებს გულისხმობ ჩანს, რომ ვერც ერთი გენიოსი ქრისტეს ფენომენს გვერდს ვერ უვლის. გნებავთ ლეონარდო და ვინჩის სტილობი გავიხსენოთ, ასევე შემდგომ მოგვიანო პერიოდში, ასევე რენესანსის აყვავების პერიოდში რაფაელ სანტი, რომელიც შემდგომ პერიოდში ხდება. უფრო მოგვიანებო პერიოდში ეს არის რემბრანტი ჰოლანდიაში, რომელიც ზოგადად ბიბლიურ თემატიკას ეხება, ძველსა და ახალ აღთქმას. ასევე ასპექტში სრულად განსხვავებული სალვადორ დალი, სიურრეალისტი და მრავალი მხატვარი. ეს იმას მოწმობს, რომ სამყარო იწყებს სახარების მიერი სულისკვეთებით სუნთქვას და სამყაროს წარმართული გონება უკვე ხდება კატეხიზაციის გავლენის ქვეშ, გავლენა ბჭყალებში და სამყაროს ცნობიერება ხდება მართლმადიდებლური. ასევე საინტერესოა საეკლესიო კრებების განხილვა და საეკლესიო კრებებთან დაკავშირებით დღევანდელობის პარალელების გავლება. 433 წელს ალექსანდრიაში დადგა უნიატური ეპოქა. რას ნიშნავს უნია და რა მოხდა ამ დროს? უნიის დროს მოხდა ორი ძირითადი საღვთისმეტყველო სკოლის, ალექსანდრიული და ანტიოქიური სკოლების შეერთება და ასე ვთქვათ დოგმატური დამეგობრება. არსობრივად მათი განსხვავება დოგმატური არ არსებობდა, მაგრამ ეს ორი სკოლა იმ ფონზე, რომელიც იმ საუკუნეებში არსებობდა, ეჭვის თვალით უყურებდა ერთმანეთს. რატომ? არსებობდა მრავალი ერესი, არსებობდა მრავალი მწვალებლობა. მათ ჰქონდათ სხვადასხვა ენა, საღვთისმეტყველო, მაგრამ არსობრივად ერთი. მათი სხვადასხვაგვარი ენა განაპირობებდა ეჭვს და იმას, რომ ისინი ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებდნენ. მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, 433 წელს დადგა უნიატური ეპოქა და ეს ორი სკოლა გაერთიანდა. გაერთიანებულ მხარებს ქვიათ უნიატები. ამას შემდგომ შევეხებით, მაგრამ თანამედროვეობასთან როგორი პარალელი შეიძლება გაივლოს. არსებობენ ადამიანები, თქვენი თაობის და ჩვენი თაობის. თქვენი თაობის ადამიანებმა უფრო მეტად გამოსცადეს საკუთარ თავზე და პიროვნებაზე, რას ნიშნავს კომუნისტური წნეხი, რას ნიშნავს ათეიზმის ქადაგება, რას ნიშნავს ათეიზმის სიმძლავრე. მიუხედავად ამისა, თქვენი თაობა მაინც მოდის ტაძარში. რას ნიშნავს ჩვენი თაობა? ჩვენი თაობა უფრო რბილ ბარდებს გაივლის, როგორც თქვენ უკვე კარგად იცით, თქვენი შვილების თაობა ვართ. ნაკლებად ეკლიან გზას, მაგრამ ასევე უღმერთოს, ასევე თქვენის და ჩვენი თაობას ახერხებს ეკლესიაში მოსვლას. ჩვენ გულებს და თქვენ გულებს შეეხო ღმერთი. ჩვენ ხშირად ხვდებით ერთ სამრევლოში. ჩვენ გვყავს სულიერი მოძღვრები, ჩვენ გვაქვს სულიერი გამოცდილება. მაგრამ დაცემული ბუნებიდან, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ჩვენ გულს შეეხო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთი მოძღვრის სულიერი შვილები ვართ, ხანდახან ხდება ისე, რომ სამრევლოებში ეჭვის თვალით უყურებენ ერთმანეთს. ორივე პიროვნებას და ორივე მხარეს, ასევე როგორც უნიატების შემთხვევაში აქვთ სულიერი გამოცდილება, მაგრამ რატომღაც გარკვეული მიზეზების გამო არ ხდება მათი დაახლოვება. შემდეგ ღვთისწყალობით და განგებულებით ხდება მათი ან ერთად შეხვედრა, ან მომლოცველობაზე წასვლა, სადაც ხდება დიალოგი ამ ორ ადამიანს შორის და ყოველგვარი ეჭვის საფუძველი ქრება, აღარ აქვს ეჭვს ადგილი. ადამიანები უახლოვდებიან ერთმანეთს, მრევლის წევრებს გულისხმობ,
უზიარებენ საკუთარ სულიერ გამოცდილებას ერთმანეთს და აქაც კლავაც ჩვენ რეალობაში არის ადგილი მცირე უნიისა. ანუ ეკლესიის ისტორიაში არსებობდა დიდი უნია და დღესდღეობით პარალელურად რომ გავალოს არსებობს ასევე მცირე უნია. საინტერესოა ასევე მერვე საუკუნის ასწლეულში თუ რა ეპოქაში რა მოვლენები ხდებოდა. მერვე საუკუნის ასწლეულში სათავეს იღებს ხატმებრძოლეობა. ხატმებრძოლეობის წინარე პერიოდის განხილვა იმპერატორებიდან უფრო საგულისხმოდ და მნიშვნელოვანი იქნება თუ რამ განაპირობა ხატმებრძოლება ამას მიგვანიშნებს. პირველი ხატმებრძოლი იმპერატორი იყო ლეონ ისავრიელი. საინტერესოა ასევე მისი პიროვნული შტრიხები. ლეონ ისავრიელი, როგორც საეკლესიო მემატიანები მის შესახებ საუბრობენ, პიროვნულ ნებას სარწმუნოებაში ნაკლებად ავლენს. შეიძლება ითქვას, რომ არც თუ ისე გულმხურვალე მორწმუნეა. სამაგეროდ ის არის კარგი მებრძოლი, კარგი მხედართმთავარი და ერთ-ერთი მოწინავე ბრძოლების დროს. მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ის მაინც და მაინც საეკლესიო სფეროში ვერ ერკვევა და იმ დროს უმრავლესობაში თითქმის უკვე არსებობდა ეპისკოპოსებიც და პატრიარქებიც, რომლებიც იზიარებდნენ მწვალებლობას, რომელსაც ქვია ხატმებრძოლეობა. აქედან გამომდინარე, როგორც ზოგიერთი ისტორიული წყარო ინფორმაციას გვაწვდის, იმპერატორი, რომელიც ნაკლებად იყო ძლიერი სარწმუნოებრივ ცხოვრებაში, გავლენას განიცდის მწვალებელი იერარქებისა. აქედან გამომდინარე, ის მათ აზრს ითვალისწინებს, იზიარებს და ხდება ისიც ხატმებრძოლების აზრის გამტარებელი. რადგანაც ის იყო ძლიერი მხედართმთავარი, ხატმებრძოლეობა ადვილად მიიღო ჯარის უდიდესმა ნაწილმა, რომელიც იმ დროისთვის ბიზანტიის სოციუმის უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა. მის ასე ვთქვათ, მწვალებლურ ესტაფეტას აგრძელებს მისი შვილი კონსტანტინე კოპრონიმი და ასევე ერთ-ერთი არაქრონოლოგიური იმპერატორი, მაგრამ შემდგომ იმპერატორი, რომელიც იყო ლეონ სომეხი. მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, უმთავრესად ლეონ ისავრიელისგან მოდის ეს მწვალებლობა და მის პოლიტიკას აგრძელებს მისი ძეც კონსტანტინეც და ასევე უკვე ფესვ გადგმულ პოლიტიკას გვერდს ვერულის შემდგომი იმპერატორი ლეონ სომეხიც. საინტერესოა ქრისტიანების წინაგრძნობა ხატმებრძოლებასთან დაკავშირებით. საეკლესიო წყაროები გვაუწყებს, რომ მაშინდელი მართლმადიდებლები გრძნობდნენ, რომ მწვალებლობა მიაღწევდა პიკს, რადგანაც მრავალი იერარქი, როგორც უკვე ვთქვით, იყო ამ აზრზე და შესაძლო იყო, რომელიც უკვე აღსრულდა კიდევაც, რომ იმპერატორიც მათი გავლენის ქვეშ მოქცეულიყო. პარალელი დღევანდელობასთან. დღესაც ჩვენ გრძნობთ, თუ როგორი სული ამას სოფელში. როგორი დამოკიდებულება აქვთ ეკლესიის მიმართ, სასულიერო პირების მიმართ, მრევლის წევრების მიმართ. მრავალი სასულიერო პირი პირდაპირ საუბრობს, მრავალი მრევლის წევრიც ასევე მას ეთანხმება, რომ ახლოსა თევნის პერიოდი, რომ შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს ესეთი კეთილგანწყობა ეკლესიისადმი და ადრე თუ გვიან გამოავლენენ ეკლესიისადმი დამოკიდებულებას. ისინი, ვისაც ეს ხელეწიფება. შესაძლოა ეს ასეც იყოს. მაგრამ ამ შემთხვევაში მე ამ აზრს იმიტომ ვახსენებ, რომ მინდა პარალელი გავავლო ერესის წინა პერიოდთან და ერესის ასე ვთქვათ წინაგრძნობასთან. ასევე მინდა გავამტკიცო ჩემი პარალელი და გავიხსენო იგივე მოვლენა, რაც უკავშირდება ხატმებრძოლეობას. ხატმებრძოლეობის აღორძინება, ასე ვთქვათ, განაპირობა ერთ-ერთმა ფაქტმა, რასაც ქვია არასწორი ხატთაყვანისცემა. რა იგულისხმება ამ სიტყვებში? არასწორი ხატთაყვანისცემა, როგორც საეკლესიო წყაროებიდან ვიცით, ვლინდებოდა მართლმადიდებლების მხრიდან, კერძოდ მრავალი მშობელი, როდესაც ჩვილს ნათლავდა, ნათლიად იყენებდა ხატებს და არა ცოცხალ ადამიანს. მრავალი სასულიერო პირი, მერცაც ვიტყვი, როდესაც გარდასახავდა უფლის წმინდა სისხლსა და ხორცს, ხატიდან ჩამოფხეკავდა საღებავს და გარდასახულ სისხლსა და ხორცში საღებავსაც უვრებდა, რომ ეს იყო ქრისტეს ნაწილი. ასე რომ მრავალი გაუკუღმართებული ფორმა არსებობდა ხატთაყვანისცემაშიც კი და ასევე მინდა მივმართო პარალელს.
მიუხედავად იმისა, რომ დადებითი ფონი არსებობს მართლმადიდებლურ სამყაროში, კერძოდ საქართველოში, მრავალი მონასტერი იხსნება, მრავალი ტაძარია, არსებობს მრავალი სამრევლო, ჩვენი მხრიდანაც არის არასწორი ტენდენციები და არასწორი მართლმადიდებლობა, რაც შეიძლება ასევე გახდეს ერთგვარი აგრესიის და ერთგვარი დევნის მიზეზი. მე ჩამოვთვლი ამ პრობლემებს, რაც კი არსებობს ეკლესიაში. პირველი პრობლემა, ვახსენეთ, ეკლესიის ისტორია არ მალავს სასულიერო პირების ცდომილებას, გულისხმობ ევქარისტიაში ხატისგან ჩამოფხეკილი საღებავის შერევას, ასევე არ იქნება მართებული, რომ დღევანდელი სასულიერო დაში ყოფი პრობლემების დამალვაც. პირველი, როდესაც ჩვენ გადავხედავთ საეკლესიო ისტორიას, დავაკვირდებით, რომ არსებობდა უდიდესი საეკლესიო სკოლები და კატეხიზატორული ბაზები. ანუ თავად საქმე მოციქულთაში ვკითხულობთ, რომ მოციქულები სხვადასხვა ქვეყანაში დადიან, ქადაგებენ ქრისტეს იმის გამო, რომ მოაქციონ ეკლესიაში ადამიანები, ანუ ქრისტეს დაუმოწაფონ ესა თუ ის ამა თუ იმ ქვეყნის შვილები. ჩვენ არათუ მოქცეული, არამედ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და არ გვჭირდება ჩვენ ასე ვთქვათ ერთდოზე ქადაგება. თავად მოდის ჩვენ ტაძარში ადამიანი, ხშირად ნათლობას ითხოვს, მაგრამ სამწუხაროდ არის ფაქტები, როდესაც რა თქმა უნდა ამ ტაძარში, მაგრამ ზოგადად ეკლესიაში სასულიერო პირი თხოვს თითოეულ ნათლიას ამ ადამიანს თანხას, კონკრეტულ მოჭრილ თანხას. ხშირია შემთხვევა, როდესაც მრევლის წევრი აბრკოლებს თავისი არაჯანსაღი დამოკიდებულებით, არაჯანსაღი ქრისტიანობით, ზოგადად სოციუმს, ფანატიკური დამოკიდებულებით, არაჯანსაღი დამოკიდებულებით და ასე შემდეგ. ასევე ეს პარალელი მინდა დაუკავშირო ძველ პარალელს და ვთქვა, რომ როგორც არასწორი ხატთაყვანისცემა გახდა ერთ-ერთი დევნის საფუძველი, ასევე შეიძლება დღევანდელი არასწორი მართლმადიდებლობაც გახდეს დევნის საფუძველი სხვა ყველაფერთან ერთად. და ასევე ეკლესიაში არსებობდა მრავალი პრობლემა და ეკლესია ამ პრობლემებს აგვარებდა. დარჩა თუ არა იგივე პრობლემა და მოგვარდა თუ არა ის პრობლემები. საეკლესიო ისტორიას თუ დავაკვირდებით, იგივე პრობლემები დარჩა და იგივე პრობლემა არის მოუგვარებელი. რას გულისხმობ ამბავ? საინტერესოა. გულისხმობ ტრულის კრებას. როდის იყო ტრულის კრება? 680 წელს კონსტანტინოპოლში ჩატარდა მეექვსე მსოფლიო კრება. მეექვსე მსოფლიო კრებასთან მჭიდრო კავშირში არის ტრულის კრება. რატომ დაერქვა ამ კრებას ტრული? ამგვარი სახელწოდება. ტრული იყო ერთ-ერთი დარბაზი, სადაც ეს კრება ჩატარდა, აქედან გამომდინარე დარბაზის სახელწოდება მიენიჭა კრებას. კრებაზე იყო უმთავრესი პრობლემები განხილული, რომელიც მაშინდელ გულისხმობ ბიზანტიის იმპერიაში იყო გავრცელებული, ეს იყო სათნოებების დავიწყება სასულიერო და საერო ადამიანების მხრიდან და უსჯულო ნაბიჯების გადადგმა. მოკლედ რომ ვთქვათ, კრებაზე იქნა კანონები მიღებული, კანონები, რომელიც წარმოშვა ეკლესიაში არსებულმა პრობლემებმა. ის პრობლემები, რომელიც იყო კონსტანტინოპოლში და ზოგადად ბიზანტიის იმპერიაში აქტუალური და რომელიც დღეს 21 საუკუნეში ამ შემთხვევაში საქართველოს ეკლესიაშიც არის აქტუალური და მინდა ჩამოვთვალო ეს პრობლემური საკითხი. ხალხმა დაივიწყა სათნოებები და ბიციერებას მიეცა. როგორც უკვე ვთქვით, ეს იყო კრების უმთავრესი განჟის თემა და კერძოდ რაში ვლინდება სათნოებების დავიწყება. ერისკაცები, მათ შორის ქალებიც ბედავდნენ ეკლესიაში სწავლებას. ეს არის 64 და 71 კანონი. რა იგულისხმება ამაში? როდესაც მრევლის წევრი ეკითხებიან თუ არ ეკითხებიან, აქვს თუ არა კურთხევა, დაინახავს ახალმოსულ ადამიანს, მიაყენებს კუთხეში და ასწავლის ჭკუას, ესექენი, ისექენი, ესე გადაიწერე პირჯვარი, ის შეიძლება, ეს არ შეიძლება, ეტა პალოჟენა, ეტა ნიპალოჟენა და ადამიანს, რომელიც ახალმოსული ეკლესიაში, აქვს განცდა, რომ მოხდა არა ტაძარში, ღვთის სახლში, არამედ აკრძალვების ბიუროში. ასევე მე გამიგია ერთ-ერთ სამრევლოში დაბრკოლდა ადამიანი კლირიკოსისგან, ანუ იმ ადამიანისგან, რომელიც უკვე ტაძარში მსახურობს, ერისკაცისგან, კერძოდ სტიხაროსნისგან. რატომ?
ეს ადამიანი თუ არ ვცდები იყო როკერი ან პანკი, რომელიც ვიზუალურადაც გამორჩეული იყო მრევლის წევრებისგან. ღვთის მადლით მივიდა აღდგომის მსახურებაზე ტაძარში და მას აგდებს ტიქაროსანი და ეუბნება შენი ადგილი აქ არ არის. და ეს ადამიანი იმდენად არაეკლესიური იყო, რომ ის თვლიდა, რომ გააგდო ტაძრიდან, ის ადამიანი გაგდებული იყო ტაძრიდან სასულიერო პირის მიერ, იმიტომ რომ სტიქარი ეცვა ადამიანს. ანუ სტიქაროსანსაც და სასულიერო პირსაც კი ვერ ანსხვავებდა და ისე დააბრკოლეს, რომ არ ვიცი ის ადამიანი დღეს არის თუ არა ეკლესიაში. ანუ აი ეს ფაქტები იყო მაშინაც და ეს პრობლემა აქტუალური არის დღესაც, როდესაც ერისკაცები თავისუფლებას აძლევენ, მენტორული ტონით ელაპარაკონ ახალმოსულებს, ნეოფიტებს და ჭკუა ასწავლონ. ეს კანონი, როგორც უკვე ვთქვით, არის 64 და 71 კანონი. ასევე ეკლესიაში საერთო გალობისას ზოგიერთები გალობას ყვებოდნენ. ანუ როდესაც დასი და გუნდი გალობს, არ არის მიღებული და არ იყო მაშინაც მიღებული, რომ ნებისმიერი მსურველი ადამიანი გუნდს აყვეს. ეს არის 75 კანონი. ღვთისმსახურებისას უწესრიგობას უფევდა ბიზანტიაში და თბილისშიც. მღვდლები ქადაგებას არ ცდილობდნენ და მართლმადებლურად არ ქადაგებდნენ. ეს არის 19 კანონი. დღესაც იგივე პრობლემა. პირველი, სახურება არის მოუწესრიგებელი, ხშირად ბაზარს გავს, როგორც უკვე თქვენ გამოცდილი გაქვთ, ალბათ, და მღვდლები არ ცდილობდნენ ქადაგებას და თუ ქადაგებდნენ, მაშინაც და დღესაც ქადაგებდნენ არა მართლმადებლობას, მაგალითად პოლიტიკას და აღარ მინდა გავაგრძელო როგორ თემატიკას უკავშირებენ ქადაგებას და როგორ მონოლოგს მართავენ სამყაროს ყველაზე უმაღლესი ადგილიდან, რომელსაც ქვია ამბიონი, რომელიც შეუფერებელი ამ მონოლოგისთვის. ეს არის 19 კანონი და ასევე ერი მიეცა აზარტულ თამაშებს ბიზანტიაში. 50 კანონი. აქტიურად იყო დაკავებული წარმართული ჩხიბაობითა და ჯადოქრობით ბიზანტიაში. 61, 62 და 65 კანონები ეხება ამ პრობლემატიკას. ასევე ხმარებაში შემოსული იყო წარმართული ფიცი ბიზანტიაში. 94 კანონია ეს. ვრცელდებოდა მაცდური სურათები ბიზანტიაში. ეს არის 100 კანონი. დღევანდელობასთან მინდა ასევე პარალელი, რა თქმა უნდა ეს ყველა ეხმიანება დღევანდელობას, ამიტომ ამოწერე ეს კანონები, იქ სხვა კანონებიც იყო. და მინდა ვთქვა, რომ არართუ მაცდური სურათები ვრცელდება, არამედ სარეკლამო ბანერებზეც კი არის ყველასთვის თვალმისაწვდომი, ყველასთვის თვალშესახები და ეს პრობლემა ასევე აქტუალურია ჩვენთვის. გამოჩნდნენ დედაკაცის წიაღში მყოფი ნაყოფის მომწყვედელები, ანუ აბორტმახელები მაშინაც იყვნენ და ამ ცოდვას დიდი ისტორია აქვს, ასე შეიძლება ითქვას. ეს არის 91 კანონი, რომელიც ამ ყველაფერს გმობს, ბოლო აღნიშნულ ცოდვას. მინდა გავიხსენო ბიბლიური თხრობა, რომელიც ასევე ისრაელიანებს უკავშირდება და რომელიც, რა თქმა უნდა, არის ისრაელიანთან დაკავშირებული. როდესაც ისრაელიანები იყვნენ ეგვიპტის მონობაში, მიუხედავად მრავალი შეჭირვებისა და მონობისა, ღვთისწყალობით ისრაელიანები მრავლდებოდნენ. და როდესაც დაინახა ეს ეგვიპტის ხელისუფალმა ფარაონმა და ფარაონის სახლიკაცებმა, გადაწყვიტეს მათი, ასე ვთქვათ, ერთგვარი ასიმილაცია და ამგვარი კანონპროექტი შეიმუშავეს. მივიდნენ ებრაელ ბებია-ქალებთან და გასცეს ბრძანება, რომ როდესაც ებრაელი ქალი შობს ვაშს მოკლავთ და როდესაც იშვება ასული დატოვთ ცოცხალს. მაგრამ როგორ იქცევენ ებრაელი ბებია-ქალები? ამას ბიბლია მოგვითხრობს. ებრაელი ბებია-ქალები არ უჯერებენ ეგვიპტის სახლიკაცებს და არც ეგვიპტის ფარაონს, არ ასრულებენ მის ბრძანებას, ანუ არ კლავენ დაბადებულ ყრმა ვაჟებს და რა ხდება? და ასევე ქვემორე მუხლებში წერია ბიბლიაში და ბებია-ქალებმა ზეცაში აიშენეს სახლი. ანუ ამით ამ უსჯულოებაზე უარის თქმით დაიმკვიდრეს სასუფეველი. და ასევე საგულისხმოა ისიც, რომ კონსტანტინოპოლში არსებული წრულისკრებიდან გამომდინარე არსებული პრობლემატიკა არის დღესაც აქტუალური და ის ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემას აქტიობას ანიჭებენ, ვინ არიან და ვინ იყვნენ მაშინ.
დღევანდელი და მაშინდელი პარალელები. ერთადერთი ეკლესია, რომელმაც არ მიიღო ტრულის მაშინდელი კანონები, ეს იყო დასავლეთის ეკლესია. გულისხმობ კათოლიკურ ეკლესიას. და მე ბოლოს საუბარს დავასრულებ კითხვით, რომელიც ასევე პარალელს ეხება. ადამიანს, ანუ მრევლის წევრს პირობითად, რომელსაც შემოაქვს დღესაც იგივე პრობლემები ეკლესიაში, არის თუ არა ის მართლმადიდებელი. და თუ მართლმადიდებელია, რატომ ხდება მისი მხრიდან იგივე შეცდომების გამეორება? და თუ მართლმადიდებელი არ არის და კათოლიკების მსგავსად არ აღიარებს ტრულის კრებას, მაშინ რა უნდა მართლმადიდებელურ ტაძარში? დღევანდელი თემა ამით დასრულდა.